თავდაპირველად დავიწყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის მერაბ მალანიას პოზიციით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მალანია დღეს ბრალდებული შვილის პროცესს დაესწრება. მან თქვა, რომ პროცესის დასრულების შემდგომ მედიასთან გააკეთებს ვრცელ კომენტარს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. თუმცა ბუნებრივია დღეს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანთან მქონდა კითხვები, აღიარებს თუ არა მისი არასრულწლოვანი შვილი სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილ ბრალდებას. მალანია ამბობს, რომ გიორგი მალანია მისი არასრულწლოვანი შვილი ბრალს არ აღიარებს და მეტიც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს თქვა, რომ სახელმწიფო ბრალდებას არ აქვს არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვანი შვილის ბრალეულობას დაადასტურებდა. მერაბ მალანიამ დღეს სახელმწიფო ბრალდება ტყუილში დაადანაშაულა. ის ამბობს, რომ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე საგამოძიებო უწყება იძულებული გახდა მისი შვილისთვის ხელბორტილები დაედო. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთი მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ ამ სისხლის სამართლის საქმეში ჩადო, არ მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი მალანიამ გიგა ავალიანის საქმეში რაიმე სახის სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ხო ვერ გეტყვით რამე ახალი მტკიცებულებები ხო არ არის თქვენი მხრიდან ამ ბრალდების მხრიდან არაფერი საინტერესო სიახლე არაფერი ნახეთ აი გამოვალ და გავაკეთებ ვრცელ კომენტარს დედალგებს არაფერი შუალედური არაფერი არ გადაწყდება მითხარით აი რა იქნება შუალედური ხდომა ის ახალი ბრალდება რომლითაც გადაკვალიფიცირდა ამაზე რას ამბობს თქვენი შვილი ეთანხმება ამ არანაირად არ ვეთანხმებით არავინ რას ლაპარაკობთ ეს აბსურდია ამაზე მოგახსენეთ მოგვიანებით ეს არის უკანონობაა და უსამართლობა ამაზე ვიფიქრეთ გიგა ავალიანის დედა რამდენიმე თვის განმავლობაში საუბრობდა იმის შესახებ, რომ გიორგი მალანია იყო ის პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, თუმცა არაერთი გახმაურებული მტკიცებულების მიუხედავად საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა გიორგი მალანია რამდენიმე თვის წინ დააკავეს. ეკა კუპატაძის მოთხოვნის შემდგომ საგამოძიებო უწყება იძულებული გახდა არასრულწლოვანისთვის ხელბორტილები დაედო. თავდაპირველად საგამოძიებო უწყება შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილის წინააღმდეგ გამოძიება შეუტყობინებლობის მუხლით დაიწყო. ამის შემდგომ კი გადაკვალიფიცირდა მუხლი და ახლა დაკავებულ არასრულწლოვან ჯგუფურად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. ეს არის ბრალდება, რომლის გამოც ახლა 17 წლის მოზარდს აქვს ბრალდებულის სტატუსი, თუმცა როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ის ბრალს არ აღიარებს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო უნდა იმსჯელოს, გადავა თუ არა საქმე არსებით განხილვაზე, ასევე დღევანდელ პროცესზე, რადგან გიორგი მალანია არის არასრულწლოვანი მხარეები იმსჯელებენ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ვითხოვთ ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებაცნობას. ამის შემდგომი ეტაპი გახლავთ უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა და ბუნებრივია აქაც დაცვის ხარეს მეექნება შუამდგომობა გამოყენებული პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით. ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს გმოს მხრიდან დანაშაულის ჩადენაში. ამ საფუძვლებზე დაყრდნობით ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი დევნა და საქმე არ გადაეცეს არსებითად განსახილველად. გვაჩნია რომ არც ერთი ფორმალური საფუძველი, არც ფაქტობრივი, მაგრამ არც ფორმალური საფუძველი სახეზე არ არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, პირველ რიგში მის წარსულზე მითითებით, არ არის მიმალვის საფრთხე და თვეების განმავლობაში ძალიან კარგად იცის გამოძიება, რომ გმ არსად მიმალვდა და არც არის ასევე მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე და აქაც თვეების განმავლობაში არსებული ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს იმას, რომ გმს არ უცდია არც ერთი მტკიცებულების განადგურება ან მოწმეებზე ზემოქმედება. შესაბამისად, ამ საფუძვლებზე დაყრდნობით გვექნება შუამდგომობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდეს. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ბრალდების ხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტით სახეზე არ არის ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს გმის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. აღნიშნულ სტომაზე სასამართლო გაივლის მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე და ასევე გადაისინჯება ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა. ბრალდებული არ აღიარებს, იყენებს დუმილის უფლებას და ერთადერთი ცალსახად ეს შემიძლია თქვა, რომ არ აღიარებს ბრალდებას. დანაშაულის შეუტყობინებლობის ნაწილშიც ანუ ბრალდებული საერთოდ არ აღიარებს დანაშაულს არც ერთი კვალიფიკაციით არ შეუტყობინებლობას და არც იმ მუხლით, რომელიც ჩვენ წარუდგინეთ ბრალად.
ახვეთი ღონისძიება პატიმრობა სწორედ ეს არის გადაწყვეტილება, რაც წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გიორგი მავანიას წინააღმდეგ მიიღო, თუმცა დღეს მოსამართლე კიდევ ერთხელ იმსჯელებს ახვეთი ღონისძიების გადასინჯვის თაობასთან დაკავშირებით, დატოვებს თუ არა გიორგი მავანიას ხდომათა დარბაზს. ეს რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, თუმცა სახელმწიფო ბრალდება დღეს კვლავ მოითხოვს შუამდგომლობას გიორგი მავანიას პატიმრობაში დარჩენის შესახებ.